ქრისტიანული მითების სამყაროდან. მე მათემატიკასთან შორს ვარ, მაგრამ ბიბლიური მითითებანი ადამიანთა მიერ ანგარიშს თავდაყირა აღენებს. როცა ღმერთმა უთხრა, რომ არ დარჩება ჩემი სული, ანუ შეურაცხყოფაში ადამიანში დიდხანს და იყოს მისი ხანი 120 წელი, ადამიანებმა ჩათვალეს, რომ კიდობანს აშენებდა ნოე 120 წელი. ამიტომ უთხრაო, სინამდვილეში ასაკი დაუყვანა 1000-დან 120-მდე. თუ ჩავხედავთ ბიბლიას და ყურადღებით წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ იქ მითითებულია, რა ხნის იყო ნოე, როცა უთხრა ღმერთმა და რამდენი ხანი ცხოვრა, იცოცხლა ნოემ და თუ ამას ერთმანეთს დავადარებთ, 120 წელი ნამდვილად არ არის და რაფერში არ ჩდება. 120 წელი იყო საერთო ცხოვრების სიცოცხლის ხანი, რომელზეც დაუყვანა ღმერთმა ადამიანს. ანუ 969 წელი იცოცხლა მათუსალამ, ყველაზე დიდი რაც ბიბლიაში აღწერილი და არ ვამბობ, რომ ყველაზე ხანგრძლივი იყო, მაგრამ ასეთი აღწერილია ბიბლიაში მათუსალას ცხოვრება. მათუსალას სიცოცხლის ხანი უпроსტად. ხოლო 120 წელი კი ადამიანის საერთო სიცოცხლის ხანი. მაქსიმუმი არის საშუალოდ 120 წელი, თუმცა 120 წელზე მეტი და ბევრადაც მეტი უცოცხლი ადამიანს მაშინაც, როცა დაუყვანა და ბიბლიურ პერიოდში ასაკში, ასე ვთქვათ, თანდათან შემოკვდა ხანი, ჩვენ ვხედავთ ამას ბიბლიაში, ასე რომ ბიბლია თავიდან ბოლომდე, კარგი რუსული გამოთქმა ყდიდან ყდამდე, ქართულად არ ვიცი რაფერ არის მე მაგი, მაგრამ თავიდან ბოლომდე ბიბლიას პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით, პირველი წიგნიდან ბოლო წიგნის ჩათვლით, მთლიანობაში თუ შევხედავთ და მე ასე მიყვარს მთლიანობაში რომ შევხედოთ, თუ მთლიანობაში შევხედავთ, ის ამაზე მეტყველებს, ამაზე ლაპარაკობს და იმას ამტკიცებს, რასაც ეხლა ვლაპარაკობ და რასაც კიდევ ვიტყვი. მეორე მათემატიკური ავდაობდა ადამიანი იგონებს, მოიგონა და ერთმანეთს გადასცემენ და ერთმანეთისგან იგონებენ ვიღაცა ნასწავლი ადამიანის თქმულს, მაგრამ თვითონ არ უკვირდება და არ აჯერებს. ასე რომ როცა თქვა ნასწავლმა ადამიანმა 120 წელი ნოე აშენებდა კიდობანსო, ყველა მას მერე ითulis 120 წელი აშენებდა ნოე კიდობანს. ერთი მაგალითი არის სადმე ბიბლიაში არა. მეორე 400 წელი იყო მიცემული ღმერთმა ასე უთხრა ა ブラ ამს, 400 წლის მერე გამოვიყვან შენ შთამომავლობას ეგვიპტიდანო. როცა 400 წელი შეუსრულდა ეგვიპტეში ისრაელ ხალხს მონობის ცხოვრების ყოფის ჟამი 400 წლის მერე უნდა გამოსულიყვნენ. მაგრამ 400 წლის მერე ხალხს არ მოუთხოვია გამოსვლა. ისევე როგორც დანიელის დროს. ანუ მაპატიეთ საწინააღმდეგო მაგალითია, მაგრამ დანიელის დროს, როდესაც 70 წელი ბატონობის რაც უთხრა ღმერთმა ისრაელს 70 წელი იქნებით ბაბილონის ტყვეობაშიო, როცა 70 წელი გადიოდა, როცა ამ 70 წელს აღთმულ სიტყვას ვადა ეწურებოდა, დანიელმა მოითხოვა ღმერთის წინაშე გადაშალა წიგნები და უთხრა, ასე ამბობს შენი სიტყვა 70 წლის მერე და სად არის, როგორ არის, აღსრულდება თუ არა ეს სიტყვა? ზუსტად ამდაგვარად უნდა მოეთხოვა ებრაელ ხალხს, მაგრამ არ მოითხოვეს. მერე შეუცვალა ფარაონი, აღაღადდა ხალხი და 30 წელი, ახლა ადამიანებს არ გონიათ, 30 წელი ძალიან ბევრი გონიათ, ან 30 წელი ძალიან ცოტა. მაშინ მთელ პერიოდშიც დაახლოებით 4000 თუ რამდენი არ მახსოვს მე ანგარიში დაახლოებით 3000 წელია დავით მეფემდე და მანამდელი კიდო პერიოდი 400, 800 ასე შემდგომ დაახლოებით 4000 წლამდე 2800 მაინც არის, როდესაც შეუსრულდა ხანი ებრაელ ხალხს ეგვიპტეში ყოფნისა, ცხოვრებისა, მანდა მაინც მონობას არ ვამბობ, ცხოვრებისა და ამ კედან გამოსვლას ღმერთის წინაშე ამის მოთხოვნას, ღმერთო, შენი აღთქმა სად არის, ამის მოთხოვნას არ აპირებდა ხალხი, შეუცვალა ფარაონი, აღარ აწრიალდნენ, გაუჭირდათ, აღაღადდნენ და შესთხოვეს ღმერთს. და ღმერთმა უთხრა მოსეს, წადი და გამომიყვანე ჩემი ხალხი. მაგრამ მოსე თითქოს დათანხმდა, ანუ უბრალოდ დათანხმდა, მოდი, დათანხმდა რა თქმა უნდა, დათანხმდა, მაგრამ მე რატო ამბობ თითქოს.
აი თითქოს დათანხმდა რეალურად შევხედოთ ადამიანები ორთხოვანი დათანხმდა უთხრათ კარგი ბატონო კარგი რადგანაც მანდა მაინც მე და ჩემს გარდა სხვას ვერ ხედავ რომ წავიდეს და შენ ხალხი გამოიყვანოს კარგი წავალ მე რა ვქნაბა მაგრამ მოდი ჯერ ჩემს სიმაურს დაემშვიდობები სიმაურს დაემშვიდობები ცოლში წავიღან სიმაურს დაემშვიდობები წავიდა სიმაურთან დაზამშვიდობლა და არაპირებს მე უთხრა მერტმა კიდევ გამოეცხადა იქა გამოეცხადა და უთხრა მოგდა ის ხალხი არ არიან შენ რო გონია მოსეს არ ქონდა ინფორმაცია კავშირი არ ქონდა ეგვიპტესთან ეხლა მაგის ახსნას არ ვაპირებ და თალკი მithumedes 1000 ჯერ მაგთ მული სხვადასხვა პოსტებში და ვიდეოებში და უთხრა მერტმა საათი გამომიყვანე და კარგი დათანხმდა და წავიდა მოსე უნდა წასულიყო ებრაელი ხალხის გამოსაყვანად თიდან რომელზეც ღმერთი ეჩვენა პირველად მაყლოვანზე მაგრამ ის ეგვიპტეში ებრაელი ხალხის გამოსაყვანად წავიდა სიმაურის ითროს სახლიდან ხოლო მან დაყოვნება რო გააკეთა ამ დაყოვნებას ან გარიშობენ 30 წელი 430 წლის მერე გამოიყვანაო მოდით ვქვათ ასეთნაირად რომელ მათემატიკურ ანგარიში ჯდება აგი და სად არის ამისი ახსნა ვინ მოიგონა არა ნუ პირადად გვარები არ მაინტერესებს ვინ მოიგონა ვინაიდან ასეთ რამებს ძალიან პატივცემული ხალხი ავრცელებს ცნობილი ხალხი ავრცელებს ამბობს ასეთ რამებს წარმატება რადგანაც აქვს მსახურს გონია რომ მან ყველაფერი იცის და გადაუმოწმებლად ლაპარაკობენ ადამიანები ჩვეულებრივ მაგრამ სანამ რაიმეს თქმას დააპირებ ჯობია რომ გადახედო ბიბლიაში მოდი მე მათემატიკასთან შორს ვარ ისევე როგორც ჩემი ქართველი მსმენელი შორსა შეიძლება იყოს მე ყველას არ გულისხმობ ვიღაცა შეიძლება ჩინეთში ნამუშევარი ან ჩინური რაღაცით იცის ხო არ ვიცი მაგრამ ისე როგორც ვიცნობ მე კონტინგენტს ჩინურთან შორსა როგორც სავარაუდო რომ ქართველი ჩინურთან შორს იყოს ისე შორს ვარ მე მათემატიკასთან ვინაც მიცნობს მაგრამ მე ერთი რამ ვიცი არა ჩემი ლოგიკა არა ბატონო მაგასთანაც შორს ვარ ლოგიკურთან და ასე შემდგომ ვინაც მიცნობს მაგრამ ერთი რამ ვიცი ახლოსა ვარ მასთან რომელიც ბიბლიის ავტორია და ის ამბობს ასეთნაირად რომ 40 წლის მოსე გაიქცა ეგვიპტიდან 80 წლის მოსეს მოუწოდა და 120 ის იყო რომ გარდაიცვალა ნუ მოსე გავიდა აქედან და 40 წელი უდაბნოში ხეტიალობდნენ და უდაბნოში ხეტიალის ბოლოს აღესრულა მოსე მოდით ჩამისვით ეს 30 წელი თუ მოსე 30 წელი აყოლნებდა მაშინ გამოდის რომ 10 წელი იყო უდაბნოში და ღმერთის სიტყვა იტყვება მაგრამ ღმერთის სიტყვა არ იტყვება არასოდეს არ იტყვებოდა და არ იტყვება მაშინ ამბობს აღნიშნავს მოსეს ყოფის და ცხოვრების სამჯერ 40-იან პერიოდს გაქცევამდე მოხმობამდე და ებრაელი ხალხის იორდანეს ნაპირებთან მიყვანამდე და მოსე ახესულა დიდება უფალს თუ მე არა ვარ მართალი მაშინ ბიბლიაში სხვანაირად წერია და თუ ბიბლიაში ისე წერია როგორც მე ვთქვი მაშინ მე ვარ მართალი მაგრამ მე ჩემს სიმართლეს არ ვეძებ დიდება უფალს ვეძებ ბიბლიის სიმართლეს და ამაღლდეს ღმერთის სიტყვა ამაღლდეს მისი სიტყვა რომელიც იმიტომ დაიწერა რომ მოწმობად ყოფილიყო ყველასა და ყველაფრისათვის ის ეძებს თავის თაყვანისმცემელს სულით და ჭეშმარიტებით ამ ჭეშმარიტებაში ბიბლიის სიტყვა რომ შედის ზოგს გვავიწყდება იესოს სახელით დიდება ღმერთს რომელიც გმოსავს მამაში ძეში და სული წმინდაში ეს ყველაფერი კი მის სიტყვაშია იესოს სახელით დიდება მას პატივი და ძალა და კურთხევა უფალს ღმერთს ისა და მიწისას ამინ კურთხეული ყავით გაკურთხებთ იესოს სახელით იმ საერთო წარმოდგენის გამო როგორც წმენასთან მიმართებაში ვლაპარაკობ და ვასწავლით წმენა ჩემთვის იმდაგვარი რამე იყო როგორც რაღაც მესამე თვალი ან ისეთი რამ რაც მაგალითად ჩანტაში ან ჯიბეში ან ჩანტაში უნდა მქონებოდა და საჭირო დროს ამომეღო თითქოს წმენა ასეთი რამ არ არის იყო დრო ბათუმიდან თელავონდი სადაც უნდა ჩასულიყავი
ყველგან ისმოდა ერთი და იგივე კლენდენენის, ნეემიას, იერუსალიმის ჭიშკრების აღდგენის თემა და გადაგება, როგორც კოპირებული თითქოს ერთი და იგივე დაშტამპული აზრის გამეორება სხვადასხვა ხმით და სხვადასხვა ინტერპრეტაციით. მაგრამ ეს იყო კალკი, კოპირება და არანაირი შეშტაგონება. სამწუხაროდ. მორიგი ქრისტიანული მაგიური სიტყვა მიწღვნა. მიწღვნა ისეთი უბრალო სიტყვა, როგორც ისტი. მაგალითად ტრაქტორისტი. ტრაქტორისტი არ შეიძლება იყოს ადამიანი, თუნდაც მას საკუთრებაში ყავდეს სახში კაცი, რომელიც იშვიათად გამოიყენებს ტრაქტორს და არა ყოველდღიურად და ძირითად საქმიანობაში. ასეთ კაცს ტრაქტორის არ ეძახიან. კიდევ ერთი ქრისტიანული მაგიური სიტყვა. გარღვევა. თითქოს ჩაკეტილები იყვნენ, თითქოს ჩაკეტილები ვიყვეთ. თითქოს რაღაც თამბა და ზღუდე იყოს საშენებული და გჭირდებოდეს რაღაცის გარღვევა. და რა გიშლის ხელს? შენი საკუთარი შიში, რა ვიცი, სიფრთხილე და მორიდებულობა და ზეწხვილი, რომ გახვიდე შენი კომფორტის ზონიდან, გახვიდე გარეთ და აკეთო საქმე.